თინათთან გადავალ კითხვით და ჯერ ვისაუბროთ აი ამ რეპრესიულ კანონებზე და მის აღსრულებაზე, იმაზე რომ მან უკვე მიაღწია კონკრეტულ მოქალაქეებამდე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებამდე. ჩვენ მართლაც ვნახეთ რეაქცია, რაც ამას მოყვა სოციალურ ქსელებში და არც იყო პრინციპში გასაკვირი, მოსალოდნელი იყო, რომ პირიქით დაიწყო ხალხმა იმის განხორციელება, რის გამოც მათ დევნიან, მაგრამ შუშანას ვიდეოც კი იყო გავაირალებული, ასე ვთქვათ, მაგრამ გრძელვადიანად და ფართო მასებზე მაინც აქვს ხოლმე სუსხავი ეფექტი. ტყუილა არ იყენებენ რეპრესიულ ბერკეტებს. აი, როგორ ხედავ შენ ამას, რამდენად იმოქმედებს ეს ქართულ საზოგადოებაზე? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ მაყურებელს. ზოგადად ველოდებოდით, რომ რეპრესიები ამდენამდე მივიდოდა პროპაგანდას რამდენიმე ეტაპი აქვს და ბოლო ეტაპი ზუსტად დასჯა და აქამდე თუ გვჯიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმებით, ახლა იმასაც მიხვდენ, რომ ჯარიმები არ მუშაობს ქართულ საზოგადოებაში, ერთმანეთს ვეხმარებით და შეგვიძლია ამ ჯარიმებსაც გავუმკლავდეთ. ამიტომ გადაწყვიტეს ახლა უფრო მძიმე ფორმა, რომელიც არის ციხეში გამოკეტვა, ზოგი 12 დღით, ზოგი 45 დღით ახალგაზრდა გოგოები, 18 წლის გოგოები გამოკეტეს ძირს დამპალი რუსული იმპერიის სახელის გამო. რეალურად საზოგადოება მზად იყო ამისთვის და ყველა ვინც ამ ბრძოლაშია თავიდანვე იცოდა, რომ რაღაც ეტაპზე ბრძოლა ამ დონემდე მივიდოდა, როცა მთავრობა გადაწყვეტდა, ეგრეთ წოდებული მთავრობა გადაწყვეტდა უფრო რეპრესიული გზების გამოყენებას და ამის არასდროს შეშინებია ქართულ საზოგადოებას. მე არ მჯერამ, რომ ამას პირიქით უფრო მსუსხავი ეფექტი აქვს დიდ საზოგადოებაში, პირიქით ასეთი სასაცილო და მართლა სიგიჟე რაც ხდება ასეთი კანონების საფუძველზე ადამიანები პირიქით უფრო მოტივირებულები ხდებიან ხოლმე. ახლა მათ შორის ეს წყევლის და გინების აკრძალვა როგორ უნდა განხორციელდეს საერთოდ არ მესმის ტექნოლოგიების ეპოქაში 1937 წელი ხომ არ არის რომ ცენზურამ იმუშაოს და ცენზურის გამო ადამიანები ფართოა შეურაცხყოფის დეფინიცია, ხო? რას აღიქვამს შეურაცხყოფა? შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სასჯელით არ შეიძლება ვსჯიდეთ. ამიტომ არ მჯერა რომ ეს საბოლოო ჯამში დიდ მასებზე იმუშავებს. პირიქით ტექნოლოგიების ქვეყანაში, სადაც TikTok-ს, AI-ს და ყველა სხვა საშუალებას აქვს თავისი ფუნქცია და თავისი გამოყენება, ეს ასეთი ცენზურები ვერ იმუშავებს. თან ახეთინათინ კიდევ ერთი ეფექტი აქვს, ხო? ადამიანებმა დაინახეს ის, რაზეც ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ აი ყველასთან შეიძლება მივიდეს და მარტო რაღაც მედიას კი არ შეეხება, პოლიტიკოსებს კი არ შეეხება, კი, რა თქმა უნდა, კახელებსაც შეიძლება შეეხოს, მოეწონება ვიღაცას შეულებრივად შეეხება, ხო? კი, ჩვენ პოლიტიკოსების დაჭერით რაღაცაირად მაგ გზას ვხედავდით, რომ შემდეგი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ პოლიტიკოსების დაჭერა მაინც სხვა დღის წესრიგია, რაც დგება ქვეყანაში და სხვა დღის წესრიგში გადავედით და ამის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეიძლება შეხებოდათ და ასეთი რეპრესიებიც მისი ნაწილია, თუმცა ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო გამოხმაურება ამ რეპრესიული კანონების ფონზე. მათ შორის შაჰინის განცხადება, მედიების შემთხვევაში ცენზურასაც აპირებენ, არალეგიტიმური სიტყვის გამოყენება შესაძლებელია იყოს დასჯადი მედიებისთვის და ესეც გახდა საერთაშორისო მეგობრების საგანი და სალაპარაკო საგანი. ევროპელები ვერ ეწევიან იმდენი რეპრესიული კანონები მოდის ნელ-ნელა და ახალ რეზოლუციებს იღებენ და კიდე სვავენ ახალ ნაწილებს, რაც არის ამ რეპრესიის ნაწილი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოხმაურება ამას აუცილებლად ექნება და ქართული საზოგადოება ასეთი სახის რეპრესიებს არ შეუშინდება და ჩვენ ამ ცენზურის ნაწილში ვნახეთ გამოხმაურება სხვა სოციალურ ქსელებზე და ამის კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელი. ვინ უნდა აკონტროლოს, ესეც არ მესმის, როგორ შეიძლება ამხელა სოციალურ ქსელში შერჩევითაც შესაძლებელია რომ ადამიანებს მიდგნენ კი. აი, მიუხედავად ამისა, რასაც შუშანა აღწერს, ძალიან ბევრი დაბრკოლება გვექნება, ხო? აი, მედიას დაბრკოლება გვექნება, რომ შეიძლება ჯარიმები იყოს და ასე შემდეგ. პარტიებს დაბრკოლება ექნებათ, რომ მათ ლიდერები შეიძლება დაიჭირონ. როგორია დაჭერილი ლიდერის გარეშე მოქმედება? აი, მაინტერესებს შენგან. აქვე ვიტყვი მაყურებლისთვის, რომ ნიკა გვარამიასთვის ამოიწურა დღეს გირავს გადახდეს ვადა და რას ნიშნავს მოქმედება, როცა დაჭერილია შენი პარტიის თუ კოალიციის ლიდერი და ლიდერები? კი, რთულია რა თქმა უნდა, თუმცა
ამ ბოლო პროცესებმა ზუსტად ის დაგვანახა, რომ რაღაცნაირად ხაზები არის წაშლილი პოლიტიკოსებს და სხვა აქტივისტებს თუ ჟურნალისტებს თუ ყველას შორის. თითქმის ყველა ვართ ერთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ერთ საქმეს ვემსახურებით და არანაირი ასეთი ხაზები აღარ არსებობს, ვინ არის პოლიტიკოსი, რომელი პარტიაა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბრძოლა არის გადასული სულ სხვა ეტაპზე. ქართულმა ოცნებამ ვერ გათვალა, რომ ზოგადად ბევრი პროპაგანდა ჩამოეშალათ ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავთ ისეთ სპეცოპერაციას, რომელიც საუკუნეა არ დაგეგმილა არსად. ბევრი რამე ვერ გათვალა და მათ შორის ისიც, რომ ეს ბრძოლა არის მსოფლიოს ცივილიზაციის ბრძოლა და არ არის განყელებულად საქართველოს ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ავტორიტარიზმის ექსპანსია ებრძვის დემოკრატიულ ცივილიზაციას და საქართველოს იმდან გეოპოლიტიკურად ისეთ სტრატეგიულ ადგილას არის მოქცეული, რომ მთელი მსოფლიოს დასავლური ცივილიზაციის ინტერესი სწორედ აქ არის საქართველოზე. ჩვენ ვართ შუადერეფანი ევროპას და აზიის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო და ეკონომიკური ჰაბი ევროპას და აზიას შორის და მათ შორის ენერგიის კუთხითაც გვაქვს სამხრეთის კორიდორი, რომელიც აუცილებელია ახლა იმ ფონზე, როცა ევროპა ცდილობს, რომ რუსეთს ჩამოშორდეს ენერგიის კუთხით. ამიტომ ეს ინტერესები იმდენად მძლავრია ევროპასა და ამერიკაში, რომ წარმოუდგენელია, რომ მათ მარტო დაგვტოვონ ამ ბრძოლაში და მარტო ვიყოთ. ამიტომ ეს ვერ გათვალა პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს ბრძოლა და ბევრი ინტერესია ამ ბრძოლაში. და პროპაგანდის ნაწილში ასევე ჩამოეშალათ, მათ შორის პოლიტიკოსების ნაწილში აქამდე ხომ ის პროპაგანდა იყო, რომ მხოლოდ აქტივისტებს იჭერენ და იქ პოლიტიკოსები არაფერს არ აკეთებენ. პოლიტიკოსებმა აიღეს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობაც და პრინციპულობა აჩვენეს ხალხს და მათმა პროპაგანდამ საბოლოო ჯამში ვერ იმუშავა პოლიტიკოსებზე და ჩამოეშალათ მთელი ეს პროპაგანდა. დღესაც კი ვერ ვხედავთ პოლიტიკოსების მიმართ, დაჭერილ პოლიტიკოსების მიმართ, ამჯერად ზურა ჯაფარიძე და მელია მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ მუშაობს ასეთი პროპაგანდა. ამიტომ მე იმის ფონზე მჯერა რომ გავიმარჯვებთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს. ამ ბრძოლას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა და სხვა გზა არ არსებობს. ისტორიაში არ დაწერილა და არ მომხდარა სხვანაირი გზა, როგორ შეიძლება ებრძოლო ავტორიტარიზმს. ეს არის შიდა წინააღმდეგობა და საგარეო წნეხი და საგარეო სანქციები. საგარეო ფონზე ამ გაზრდილი რეპრესიების ფონზე ხედავთ გაზრდილ სანქციებს და გაზრდილ მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მიმართ. ამიტომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჯერ პირველ რიგში წარმოუდგენელია ის, როგორ შეიძლება ამ ორ მაგზამ ერთმანეთის გარეშე იმუშაოს. ეს უნდა გვესმოდეს ყველაზე კარგად, რომ აქ საჭიროა რომ გავაძლიეროთ პროტესტი და ამავდროულად საერთაშორისო მხარდაჭერა გაძლიერდება. აქვე არჩევნების თემაზე ვიკითხავ, სულ 2-3 წუთი დაგვრჩა და თქვენი აზრით, აი არსებული დისკუსია თავისი ფორმით, მათ შორის და თავის შინაარსით, თუ არის თქვენთვის დამაკმაყოფილებიანი და მისაღები არგუმენტები, რაც გესმით თქვენ სხვა პარტიებისგან. ბოიკოტი როგორი უნდა იყოს, ესეც საინტერესოა, წეგან შუშენამ წამოჭრა ეს თემა. ხო, მე მგონია ზოგადად, რომ ამ მსჯელობამ ამოწურა საკუთარი თავი და ყველანაირი არგუმენტი ითქვა იმისთვის, ყველანაირი არგუმენტი ითქვა ბოლოს რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, თუ რატო არ უნდა გავიდეთ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის მოთხოვნა, სადაც დროაც არის და გირჩიმეთ თავისუფლებაც, 26 მაისს იყო ის, რომ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ეს არ იქნება ოქტომბრამდე, ამ შემთხვევაში ვითხოვთ ახალ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებს ერთად. ფიზიკურად წარმოუდგენელია სხვა არჩევნები, რომელზეც პოლიტიკური პარტიები შეიძლება გავიდნენ. სანამ სუსი იმ წესრიგით, როგორიც ახლა თავისი ძალოვანი სტრუქტურებით, სანამ სასამართლო და ცესკო იქნება ბიძინას კონტროლის ქვეშ, წარმოუდგენელია, რომ ამ არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიებმა იფიქრონ გასვლაზე და ამაზე მსჯელობა დაიწყონ. ქართული საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ხანია უკვე ეს დაკვეთა იყო, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ცხადად ეთქვათ, რა იყო მათი დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებზე და ამიტომ მგონია, რომ უკვე თითქმის ამოწურული თემა იმდენად